ეროვნული კლინიკის ცენტრიდან მოწვეული მამოლოგები სპეციალური აპარატით აღჭურვილ მამობილში პაციენტებს 20 დღის განმავლობაში მოემსახურებიან. ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა ასაკობრივი შეზღუდვით მიმდინარეობს და 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვისაა გათვალისწინებული. გამოკვლევა მამოგრაფიას, მამოლოგის კონსულტაციას, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ეკოსკოპიასა და ციტოლოგიას ითვალისწინებს. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 2011 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მსგავსი ტიპის გამოკვლევებს სხვადასხვა რეგიონებშიც გააგრძელებს. პროგრამა ძალიან ამართლებს მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. როდესაც მოსახლეობის მინიმუმ 30-35% გამოკვლევას რეგულარულად იკეთებს, ამ შემთხვევაში უკვე კარგი მაჩვენებლები იდება იმ მხრივ, რომ კიბომდე აღარ მიდის საქმე. უფრო მალე ხდება ამ ყველაფრის გამოვლენა საწყის ეტაპზე, სანამ ეს წარმონაქმნი გადავა უკვე ესე ვთქვათ კიბოს სტადიორობაზე. მსგავსი აქცია ჯერჯერობით არ ყოფილა, ეს არის პირველი ჩვენი მოწვევით ჩამოსული არის ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან, ემსახურებიან მთელი საქართველოს მოსახლეობას, მთელი გურიის მოსახლეობას და უშუალოდ დღეს არის და რამდენიმე დღე ალბათ გაგრძელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი. ანუ ყველა ქალბატონს აქვს უფლება უფასოდ მოვიდეს და ჩაიტაროს ეს პროცედურა.